iPhone Plus-ი სკანდალში ეხება. კომპანია, რომელიც Apple-ის პროდუქციას ყიდის, ყურადღების ცენტრში მისი სახელით გავრცელებული ვიდეო მასალის გამო მოექცა. სოციალურ ქსელში მომხმარებლების განსაკუთრებული გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ iPhone Plus-ის თანამშრომლები ვიდეოზე ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს წევრების მსგავსად იარაღით ხელში მოუწოდებდნენ მყიდველებს iPhone Plus-ის პროდუქციის შეძენას. ვიდეო ალაჰის სადიდებელი შეძახილებით სრულდება. ტერორისტული სიმბოლიკისა და სტილის გამოყენება კომპანიამ ხუმრობით ახსნა. გურამ როგავად დაინტერესდა iPhone Plus-ის თანამშრომელთა არაპოლიტკორექტული რეკლამით. ეს ნიღბიანი ახალგაზრდები iPhone Plus-ის თანამშრომლები არიან. პაროდიულ ვიდეო მიმართვაში მოდელირებული ტერორისტები იუწყებიან, რომ ქართული კომპანია იანვრიდან Apple-ის ოფიციალური პარტნიორი ხდება და კონკურენტებს განადგურებით ემუქრება. სოციალურ ქსელში ცრუ ტერორისტების ვიდეო მიმართვას მძაფრი რეაქცია მოყვა. ინტერნეტ მომხმარებლები iPhone Plus ტერორიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ და კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ. შეშფოთებას იზიარებს PR ტექნოლოგიების სპეციალისტი. თორნიკე გურულის თქმით, ვიდეო გარკვეული ჯგუფების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, რაც კომპანიის იმიჯზე უარყოფითად აისახება. მთლიანად ამ სარკმლის კონცეფცია არის შეცდომით გაკეთებული, იმიტომ რომ ტერორიზმის როგორც ძლიერ მხარეს წარმოჩენა არაფრით შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური მოვლენა და არაფრით შეიძლება იყოს ეს აღქმული ის რომ თითქოს ეს არის ვიღაცის ან რაღაცის უპირატესობა და ზოგადად რელიგიურ გრძნობებზე ცალკეული სარკმლების გაკეთება, რომელიც რაღაცა კონკრეტულ მიმართულებისგან მოუწოდებს საზოგადოებას, აბსოლუტურად უნდა იქნას დაგმობილი. ეს არის მხოლოდ სატირა, რომელიც მიმართულია ტერორისტებისადმი პროტესტის. უბრალოდ ეს არის პროტესტი ტერორისტებისადმი. ეს არის პროტესტი ტერორისტებისადმი. ეს ყველაფერი ჩდება გამოხატვის თავისუფლებაში, ყველაფერი ჩდება კანონის ჩარჩოში. მე ვერტები რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში. აი საკმაოდ ზლავრი არაფერი შეგიძლია. ხო, საკმაოდ. iPhone Plus-ში კრიტიკას არ იზიარებენ და არც ბოდიშის მოხდას აპირებენ. ნიღბები, სათამაშო იარაღები სპეციალურად ვიდეო რგოლისთვის შეიძინეს და კამერის წინ ტერორისტობანაც გააზრებულად ითამაშეს. თვითონ გროტესკი იყო ერთგვარი პროტესტი. Charlie Hebdo, რომელიც სატირული გამოშვება იყო, მის მიერ გამოცემული სატირული ნაშრომი იყო თუ არა მოსაწონი, ან შეიძლება და თუ არა შეურაცხყოფელი ყოფილიყო ადამიანებისადმი. რა თქმა უნდა იყო, ხო? Charlie Hebdo, რომელიც იყო შეძლებელი იყო შეურაცხყოფელი, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველა Charlie Hebdo. რატო ვიყავით Charlie Hebdo? იმიტომ რომ ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე მაღალი ღირებულება. Charlie Hebdo-ს სამშობლოდან პასუხმა არ დააყოვნა. ვემხრობი კანონმდებლობით აიკრძალოს ტერორიზმის დადებით კონტექსტში წარმოჩენის ვიდეო და აუდიო ნებისმიერი მასალის დამზადება და გავრცელება. მოწოდებები არაპირდაპირი წახალისებები ტერორიზმისკენ, რათა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის მორალის იმედად არ დავრჩეთ. იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ვიდეოს შინაარსი გამოძიების საგანი გახდეს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი iPhone Plus-ის ადმინისტრაციას მიმართავს რეკომენდაციით, უზრუნველყოს ვიდეო რგოლის გავრცელების შეზღუდვა სოციალურ ქსელებში. iPhone Plus-ი კი ფაქტს უწყინარ ხუმრობას უწოდებს და ვიდეოს წაშლას არ აპირებს.